მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით დიდხნიანი პაუზის შემდეგ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ აი ეს ავტომობილი, რომელიც მეკუთვნის მე. ჩემი აზრით, ეს ავტომობილი Mercedes C300 2018 წლის ბიუჯეტურ ავტომობილებში არის ერთ-ერთი საუკეთესო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ობიექტურობაზე საუბარი არ მაქვს, ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ფასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოდი დავიწყოთ ავტომობილის ვიზუალური განხილვა. რა თქმა უნდა, არ უნდა გავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. მოდი დავიწყოთ საუბარი მანქანის წინა ნაწილით, რომელიც დიდად არ განსხვავდება Mercedes-ის სხვა მოდელებისგან, მაგალითად, როგორიცაა E-კლასი S350, თითქმის S350 და C300-ის წინა ეს ცხაურა ეს მოყვანილობა თითქმის ერთმანეთს წააგავს. რა თქმა უნდა, ფარები განსხვავებულია, მაგრამ დღისით დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევთ. ხოლო რითაც ასე რომ ვთქვათ C300 და S350 განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს გახლავთ მანქანის უკანა ნაწილი. მოდი გადავიდეთ უკან. აი უკვე განმოვედით მანქანის უკანა ნაწილზე, რომელიც ძალიან მომწონს. ამ მანქანის ყიდვის ერთ-ერთი მოტივი სწორედაც გახლავთ აი ეს ნაწილი, რომელიც არის მომრგვალებული და რითაც C300 განსხვავდება S350-ისგან. განსაკუთრებით მომწონს ფარის მოყვანილობა. რომელსაც ახლო კადრებიდანაც ნახავთ, ასევე მომწონს ეს ნაწილი ასე მრგვალად. და ასე რომ ვთქვათ, მრგვალი ფორმები ჩემთვის უფრო მისაღები და ახლოა, ვიდრე ოთხკუთხედი ფორმები, რითაც S350 უფრო გამოირჩევა ვიდრე C300. მოდი ახლა გადავიდეთ მანქანის გვერდითან ნაწილზე, რომელიც მე ასევე მომწონს. განსაკუთრებით აი ეს მოყვანილობა, რომელიც მიყვება ასე ზოლად და ასევე ქვევით აქვს ზოლი და საერთოდ დიზაინში ძალიან კარგად ცის. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ სალონში და ვნახოთ თუ რა გვაქვს იქ. დრო უკვე გადავიდეთ მანქანის ძირითად მახასიათებელზე, თუ როგორ დადის ის. რა დადებითი მხარეები აქვს, რა უარყოფითი მხარეები აქვს, რა მომწონს მე მასში, რა არ მომწონს და ასე შემდეგ. გავიაროთ ქალაქში და ვნახოთ თუ როგორ დადის ჩვეულებრივად ქალაქის პირობებში. ესე იგი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საჭი არის საკმაოდ მაგარი, ანუ გულისხმობ, რომ არც ისე რბილია, ცალითითი ტრიალი საკმაოდ რთული იქნებოდა, რითაც ასე რომ ვთქვათ S350 გამოირჩევა, იმიტომ რომ S350-ის საჭეები შედარებით რბილია და უფრო მარტივი სატარებელია მანქანა ვიდრე C300. ზოგადადაც განსხვავება E350-სა და S350-სა და C300 შორის სწორედ გახლავთ ის, რომ S350 შედარებით გახლავთ რბილი მანქანა, უფრო კომფორტულია, ხოლო C300 შედარებით უხეში მანქანაა, მაგრამ უფრო სპორტული სტილით და ვიზუალით გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასევე. ვერ ვიტყვით, რომ მანქანა არის ძალიან სწრაფი, მაგრამ არც ნელია. იმასთან შედარებით თუ რა მანქანა მყავდა წინა, Fusion-თან შედარებით არის სწრაფი, ხოლო უამრავ ძვირიან სპორტკარს შორის არის საკმაოდ ნელი. მანქანას სულ აქვს 241 თუ 253 ცხენის ძალა, რა თქმა უნდა ქარხნულა, ამ მანქანის გაძლიერებას რა თქმა უნდა არ ვაპირებ. მანქანას აქვს 4 მოუდი, ეს გახლავთ ეკო, კომფორტი, სპორტი, ასევე სპორტ პლუსი. მე დავდივარ ძირითადად ეკოთი, ქალაქში ეკოთი. სპორტს მხოლოდ
რაიმე მუღამის მოსაკლავად თუ ჩავთავ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მანქანა C300-ები საკმაოდ უხეში მანქანა არის უსწორმასწორო ზედაპირზე გადასვლის დროს. როცა ქალაქში ხვდებით ბულგორებს, მაგალითად, ძალიან უხეშად გადადის. რითაც ნამდვილად ვერ გამოირჩევა. არ ვიცი ახლა ხმები შემოდის თუ არა, მაგრამ როცა რაიმე ორმოს ხვდებით, მანქანა აშკარად ბაგ ხმებს გამოსცემს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარედან ხმები ვერ ვიტყვით, რომ იზოლირებულია და არ შემოდის, საკმაოდ შემოდის ხმა, მაგრამ ნორმალურია. ცოტა ხანში გავალთ იქით და ჩავაჭერთ Sport Plus-ში და ასევე ჩავაჭერთ Eco-ში და ვნახოთ განსხვავება რა არის. როცა მანქანას ვყიდულობდი, ვფიქრობდი, რომ უბრალოდ სხვადასხვა mode-ია და არანაირი განსხვავებას არ მომცემდა, მაგრამ რეალურად Eco-ში და Sport Plus-ში როცა მიაჭერ, საკმაოდ დიდი სხვაობა იგრძნობა. რაც შეეხება ინტერიერს, ინტერიერიც ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ მანქანის ფასი, რომელზეც მოგვიანებით გადავალ. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე უმაღლესი ხარისხის ყავი ან ნაჭერი ან რაღაცებია გამოყენებული, მაგრამ არც ძალიან უხარისხო. ეს მანქანა არის 2018 წლიანი, უკვე 7 წელი გავიდა და ვერ ვიტყვით, რომ მოღორებულია ან ცუდ მდგომარეობაშია მანქანის რომელიმე ნაწილი. ყველაფერი ასე რომ ვთქვათ წესრიგშია, სულ მალე ჩავალქვევით და მივაჭერთ გაზს და ვნახავთ თუ რა შეუძლია ამ მანქანას თავისი 251 ცხენის ძალით. მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევიძინე ეს მანქანა. წინა მანქანა მყავდა Fusion-ი და გადაწყვეტილი მქონდა რომ მეყიდა Mercedes-ი, მაგრამ პირველ რიგში უნდა გამეყიდა Fusion-ი, რომ თანხა დაემატებინა ამაზე. რა თქმა უნდა, თუ მანქანის ჩამოყვანა გსურთ, კოპარზე უნდა იყიდოთ ან რაღაც მსგავს საიტზე, უნდა დაელოდოთ 2-3 თვე, ჩამოიყვანოთ, მერე თუ გასაკეთებელი უნდა გააკეთოთ, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს დროს, მოითხოვს ენერგიას, ასევე მოითხოვს, რომ უნდა იარო მოხელეებთან, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არ მყავს მსგავსად არავინ, რომ ასე მივიდე და გამიკეთოს, რა თქმა უნდა მოვძებნო ვიღაც და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მოითხოვს ტვინის შეჭმას, გაბურღვას და მერჩი უნდა რომ პირდაპირ ჩამოყვანილი მეყიდა და My Auto-ზე ვეძებდი მანქანებს, ჩავედი ასევე რუსთავში და საბოლოო ჯამში რუსთავში ვერაფერი ვერ ვიპოვე, რომელიც მომეწონებოდა და არჩევანი შევაჩერე My Auto-ზე მოძებნილ მანქანებს შორის და მივედი პატრონთან, მკითხე, როდის ჩამოიყვანა, რა პრობლემა ჰქონდა, ვინ კოდი გადავამოწმე და ყველაფერი მარომ დამაკმაყოფილა უკვე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ მანქანის შეძენა. ჩამოყვანილი ყავდა მე პატრონეს თუ რაღაც 2 თვის, განბაჟებულიც არ იყო, მე განვაბაჟე. მინდა აღვნიშნო, რომ ასევე განბაჟება არ ჯდება ძვირი, საბოლოო ჯამში განბაჟებას დაჯდა სადღაც 2000 ლარი თავისი ყველაფრით. მოდი უკვე გადავიდეთ Sport Plus-ზე. აქ გაჩვენებთ თუ გაგვაქვს როგორც ხედავთ Eco, Comfort-ი, Sport-ი, Sport Plus-ი და ასევე ინდივიდუალიც გქონია, რომელიც ინდივიდუალურად მოგარგებს მანქანას, მაგრამ არასდროს არ შევსულოთ შიგნით. მოდი გადავიდეთ Sport Plus-ში და დავაჭიროთ გაზს. მოდი გავჩერდეთ და ადგილიდან დავიძრათ. გავჩერდით.
წინ სამწუხაროდ რაღაც მანქანა მიდის დატვირთული, შესაბამისად სწრაფად ვერ წავით. არა. კარგად ჩქარდება ასე რომ ვთქვათ. ვერ ვიტყვით რომ ძალიან ნელი მანქანა. ვერანამდვილად. მე მომწონს. მაგიტომაც ვყავს. მოდი კიდევ ერთხელ ავჩქარდეთ აქედან. და ნახოთ რა შეგრძნებებს დატოვებს ვიდეოში. რა თქმა უნდა ვიდეოში ის სიჩქარე ვერ აისახება რაც რეალურად შეიგრძნობა მანქანით, მაგრამ ნახოთ მაინც. Sport Plus-ში გვაქვს. წავედით 100 130 სადღაც 140-მდე ავედით. ეხება მანქანის წვა, ვერ ვიტყვით რომ ცოტა სწვავს. ქალაქის პირობებში ახლა ამ წამს მიწერს ბოლო 52 კილომეტრზე 16 litrს. რაც საკმაოდ ბევრია ნამდვილად. ეხება უშუალოდ ტრასაზე წვავს დაახლოებით 6.5-7 litrს. როცა თბილისიდან ბათუმში ჩამოვედით ჩვეულებრივი სიარულით, ანუ 100-120-ის ფარგლებში, წვა დამიწერა 6.5 ლიტრი, რაც ძალიან კარგი შედეგია. რაც შეეხება მანქანის სივრცეს, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი სივრცეა, პირიქით. პატარა სივრცეა. ჩემთვის კომფორტულია. საშუალო სიმაღლის ადამიანი გახლავართ. ჩემთვის კომფორტულია, ანუ არ მაწუხებს სივრცის პატარაობის შეგრძნება, მაგრამ 4 ადამიანისთვის საკმაოდ კარგია, მე-5 უკან უკვე საკმაოდ რთულად თუ ჩაჯდება. მე მიყვარს საკმაოდ ახლოს ჩდომა საჭესთან და მოდი გადავიდეთ უკან და ვნახოთ თუ რა სივრცით შეგვეძლო. ასე გამოიყურება სივრცე უკანა მხარეს. მოდი ახლა უკან დავჯდები და ვნახოთ თუ რა სივრცე გვრჩება მას შემდეგ. რაც მე წინ მოვიწყობ, ჩემთვის კომფორტულად სკამს. მე გახლავართ 1.75 მეტრი, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ახლოს მიყვარს საჭესთან ჯდომა. შესაბამისად, ეს სკამი არის კიდევ უფრო წინ მიწეული, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი დატოვებდა და ფაქტობრივად აქ სივრცე აღარ არის. ზევით დარჩენილია დაახლოებით 7-8 სანტიმეტრი, მეტი არა, ხოლო ფეხებს ფაქტობრივად ვერ გაშლით. და უფრო მაღალი ადამიანისთვის აქ ჯდომა საკმაოდ დისკომფორტის შემცველი იქნებოდა. მოდი კარები დავხუროთ და ვნახოთ ეხლა თუ რა გვაქვს საბარგულში. საბარგული იღება ჩვეულებრივად მექანიკურად. აქ არ გვაქვს ჩვენ ფეხის სენსორები. ხოლო რაც შეეხება სივრცეს, ორი ჩემოდანი ჩვეულებრივად ჩადის, საკმაოდ დიდი ზომის ჩემოდნები. აი, ასე რომ სივრცე აღვიქვა და აქ გვაქვს პატარა სივრცე, ჩემი ფეხსაცმელი. და პატარა სივრცეები გვაქვს კიდევ შიგნით. მოდი ახლა ვისაუბროთ თუ რა საფასო კატეგორიაში შეიძლება ამ მანქანის ყიდვა და რა ბიუჯეტია საჭირო იმისათვის, რომ ეს მანქანა შეიძინოთ. თუ ამ მანქანას თქვენ უშუალოდ იყიდით ონლაინ, კოპარზე ან სადღაც მსგავს საიტზე, დაახლოებით დაგიჯდებათ ალბათ 13-14,000. მე გადავიხადი ამ მანქანაში 15,300, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე ვიდეოში, ეს ჩამოყვანილი ყავდა უკვე სხვას. და მე ადგილზე უკვე ვიყიდე მე პატრონისგან, ჩამოყვანილი ყავდა ზუსტად 2 თვის წინ, რაღაცა ეგრე, განუბაჟებელი და ვიყიდე მისგან, რადგან ეს მოხელეებთან შეავდა რაღაცა ძალიან არ მომწონს, ვიყიდე ავტომობილი, ყიდვამდე რა თქმა უნდა ყავდა შესამოწმებლად, შევამოწმე კიდეც და მას შემდეგ როცა დავწმუნდი რომ ყველაფერი რიგზეა, მე უკვე გადავწყვეტი მისი ყიდვა. აი მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. მაქსიმალურად ვეცადე რომ ჩემი ინდივიდუალური დამოკიდებულება და ჩემი ინდივიდუალური აზრები გამეზიარებინა თქვენთვის C300-ის შესახებ. როცა მანქანის ყიდვა გადავწყვიტე,
YouTube-ზე ვაპირებდი რაღაც ვიდეოების ნახვას და მას შემდეგ ყიდვას რა, ანუ მაინტერესებდა რაიმე სახის ინფორმაციას თუ მივიღებდი, მაგრამ სამწუხაროდ ქართულ რეალობაში, ქართულ YouTube სივრცეში მე პირადად C300-ზე ასე კონკრეტულად დეტალური განხილვა არ გულისხმობ ძრავს და ასე შემდეგ. მე გულისხმობ რა შეგრძნებებს ტოვებს, როგორი მანქანაა, ანუ უშუალოდ მოხმარების შედეგად. მე ეგეთი ვიდეო YouTube-ზე ვერ ვნახე და გადავწყვიტე რომ როცა მანქანა შევიძენდი, გადამიღო ვიდეო, ეს მანქანა ვიყიდე დაახლოებით 7 თვის წინ, სადღაც ეგრე და ვიდეოს ვიღებ ახლა. და რაც შეეხება არხის გამოწერას, არ უნდა დაგავიწყდეთ, რადგან ეს რა თქმა უნდა мотиваციას მატებს მე დიდხნიანი პაუზის შემდეგ მინდა რაღაც ვიდეოების გადაღება და ვნახოთ თუ როგორ წავა და რა სახის ვიდეოების გადაღებას გადავწყვეტ.